მოგმართოთ ახლა და აუხსნა ერთი აი სრულიად წარმოუდგენელი და აუხსნელი ფენომენი. საერთოდ გაუსაძლესი ხდება ამ ქალაქში ცხოვრება. ის ფასები, რომელიც არის ჩვენს გარშემო, ჩვენს ხელფასებს და შემოსავალს არ შეესაბამება. ხალხნო, ჩვენთან ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში, სადაც ხელფასები 10-ჯერ უფრო მაღალია. აი ხლა იუსტიციის სახლში ჩავაბარე გარკვეული საბუთები, გადმოვედი გვერდზე და ველოდები ამ საბუთების მომზადებას, წავედი და ყავა ვიყიდე. ვიყიდე ყავა, პატარა ყავა არის და გადავიხადე 6 ლარი და 50. ეს არ არის ესეთი ადგილი, რო თქვა, რომ აი რაღაცა განსაკუთრებული პრესტიჟული პარკში არის საჯარო ადგილი 6 ლარი და 50. ხალხნო, ეს არის 2 ევრო. ახლახანს ვიყავი გერმანიაში, ახლახანს ვიყავი ესპანეთში, ორივეგან ასეთი პატარა ყავა ღირს евро 80, 2 ევრო. რა ხდება? რატო არის საქართველოში ყავა ისეთივე ფასის, ან კიდევ უფრო ძვირი 2 ევრო, როგორც ევროპის მდიდარ ქვეყნებში? ეხლა მე მინდა ხელფასებით შევადარო. იცით რომ ყველა ამ ქვეყანაში, ესპანეთშიც, გერმანიაში და ყველგან ევროკავშირში დაწესებულია მინიმალური ხელფასი, საწყისი ხელფასი, რომლის ქვემოთაც ვერავინ ვერც ერთი დამქირავებელი ხელფასს ვერ გადაიხდის.